სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციამ 116 ბრძანების შესაბამისად გამგეობას წარუდგინა წინადადებები 2014 და მომდევნო 3 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის შესამუშავებლად. ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს წინადადებებით მიმართეს და 3 საკითხის პრეზენტაცია გამართეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სისტემის განვითარების სტრატეგიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პარკირების სისტემის ჩამოყალიბების და განვითარების სტრატეგიაზე და ამავე მუნიციპალიტეტში სასტიპენდიო პროგრამის ჩამოყალიბებასა და განვითარების სტრატეგიაზე ორგანიზაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს. მათი თქმით, აღნიშნული საკითხები ყველაზე აქტუალურია მუნიციპალიტეტში და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ამ საკითხების შერჩევა ძირითადად მოხდა იმიტომ, რომ სამივე არის ძალიან აქტუალური ქალაქისთვის. მოგეხსენებათ, რომ დასუფთავება ნომერი პირველი პრობლემაა გამგეობისთვის, არ არის დიდი რესურსები, ფინანსური რესურსები, ასევე მატერიალური რესურსები. შესაბამისად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი წინადადებების შესაძლებლობას მისცემს მათ გაზარდონ თავიანთი ფინანსური აქტივები. შესაბამისად, გადაიჭრას თუ მთლიანად არა ნაწილობრივ მაინც კონკრეტული პრობლემები. რაც შეეხება მეორე საკითხი ეს იყო პარკირების პრობლემა. პარკირების პრობლემის მოგვარება გვაცილებს ქაოტურ მოძრაობასთან, მოუწესრიგებელ მოძრაობასთან, ასევე თავიდან აგვაცილებს ეკოლოგიურ პრობლემებს, დიდი რაოდენობით გამონაბოლქვს და ასე შემდეგ. რაც შეეხება მესამე პროგრამა ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა დაფინანსების პრობლემა. ცენტრის წარმომადგენლები მზაობას გამოთქვამენ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან მათ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, განსხვავებული აზრები და ისინი გამოხატავენ მზაობას გათვალისწინებულ იქნას პრიორიტეტების დოკუმენტში ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას გეგმავენ და წარმოდგენილ წინადადებებს დეტალურად გაეცნობიან. საკმაოდ საინტერესო წინადადებებია, საპროექტო წინადადებები. შემდგომ ეტაპზე უკვე დიდი ალბათობით ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ ამ ჯგუფთან, რათა უფრო დეტალურად იქნას შესწავლილი, იქნება დისკუსიები და შეიძლება ის დაგვარად გავითვალისწინებთ კიდევ ამ რეკომენდაციებს. სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკითხების პრეზენტაცია 2 საათი გაგრძელდა.